მე მინდა რომ თამაშებზე ვიყავ. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, როცა დავით აღმაშენებელმა ჯარში წესრიგის დამყარება დაიწყო, იქ მე მუსიკეობასთან და სახიობასთან ერთად მღერაც აკრძალა. ანუ ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თამაშები შეიძლება და ყოვლის მომცველი იერისა ყოფილიყო და ხშირად საქმის საზიანოც. იყო თბილისში ერთი ქოშა დალახი. ცალით ფეხით კოჭმი, ცალით თვალით ბრმა. დიდი ხიარული კაცი იყო. ყველა კეიფში ეძახდა. ხოდა ერთ კეიფში თქვა, რომ ერთ კაცსაო ჭანდრაკს ვეთამაშები. ზარბაზნები და ჯარი ისე მყავს დაყენებულია, რომ უეჭველად უნდა მოვიგო. მე ესეთი ამბავი მოახერხა, რომ ახალგაზრდა და მდიდარი კაცი, ვაჭარი, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანმაშვილი დაპატიჟა თავისთან სახლში. დაათრო, იქ მოახლე ქალი დაანახა ლამაზი, რომელზეც უთხრა, რომ ეს ჩემი ქალიშვილიაო. სასწრაფო ჯვრისწერა გადაწყვიტეს და მე თავისი ქალიშვილი მიათხოვა. ქორწილის მეორე დილით ახალგაზრდა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალი შეუცვლიათ. ანუ ის, ვინც ემსახურებოდა და ლამაზი იყო, სულაც არ იყო დალაქის ქალიშვილი. ცოლად კიდევ უშნო ქალი შეასაღეს. ასე შეირთო ცოლი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანმაშვილი. ეს არის პატარა ამბავი ლავრენტი არდაზიანის განთქმული თბილისური წიგნიდან სოლომონ ისაკიჩ მეჯღანმაშვილი. და ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ მინდოდა მეჩვენებინა, რომ დალაქი ჭკვიანი კაცი იყო. მას ესმოდა თამაშის არსი და იმასაც ხვდებოდა, რომ ბევრი რამ ჭადრაკსა და ცხოვრებას საერთო აქვს. ანუ რაც თამაშში ეშმაკობებია, ის შეიძლება მშვენივრად გადმოიტანოს ცხოვრებაში. ეს ყველაფერი კიდე იმას ნიშნავს, რომ ადამიანებმა საქართველოში და თბილისში იცოდნენ თამაშის არსი. იცოდნენ თამაშის არსი და ერკვევოდნენ მასში ღრმად. თამაშს ახლა ჩვენ ვამბობთ დღეს, თორე ძველ დროში ჭადრაკის, ნარდის ბანკოს თამაშს მღერა ერქვა. თამაში ერქვა ასპარეზობას, ცეკვას, გართობას. იმას კი რასაც ჩვენ თამაშს ვეძახით, უბრალოდ მღერა. მღერა არ მორინი, იმიტომ რომ თბილისში და ბევრგანაც ალბათ სხვაგან საქართველოში არსებობდა სამორინეები, საგანგებო სახლები და ოთახები, სადაც ადამიანები თამაშობდნენ. სულ ნაირგვარ თამაშებს, რომელთაგან დღეს 1-2 თუ არის გადარჩენილი და პოპულარული. საქართველოში თამაშები ძირითადად მოდიოდა აზიიდან. კერძოდ კი სპარსეთიდან. სპარსეთიდან თამაშს ორი გზა ჰქონდა. ერთი იყო აზიური თამაში, თქვათ აი განჯაფა, რომელიც ინდური თამაშია და ითამაშებოდა აზიური ბანკოთი. მეორე კიდევ სპარსეთის ნავსადგურებში ევროპიდან მოსული გადასპარსულებული თამაშები. ძალიან უცნაური არის ეს გზა, რომელიც თქვათ იგივე განჯაფა, ქაღალდის თამაშმა გამოიარა. ეს არის ძალიან საკმაოდ რთული თამაში. ინდური ნახატებით, რომელიც მე გახდა სპარსული, მე გახდა ოსმალური. ეს ყველაფერი აღმოსავლური იყო და ყველაფერი ძალიან აღმოსავლური საქართველოში მოვიდა ხოსრო მირზასთან ერთად, ისე როგორც თქვათ ასე. ყავის სმის ასე საყოველთაო კულტურა და ყალიონის წერის ასე სერიოზული საქმეა. ეს თამაშები უკვე ევროპული ქაღალდით ითამაშებოდა. ქაღალდის აღნიშნული სიტყვა იყო ბანკო, ცოტა ძველად ბიანკო, რაც შეიძლება ასევე ევროპული სიტყვა იყოს და ნიშნავდეს ბანკს. ვიცით ქაღალდის თამაშის დროს, რასაც ნიშნავს ბანკი. ანუ ერთად შეგროვილ ფულს, რომელსაც მოგებული აიღებს ხოლმე. თამაშები იყო ნაირგვარი. განჯაფას რო შევეშვათ, რომლის წესები დღეს არსებობს მხოლოდ
აზიაში და ჩვენ არაფერი არ გვახსოვს მისი ძალიან ნაცნობი სიტყვებითა და სათაურებით გაჯერებული თამაშია, მაგალითად ასეთი სპარსული თამაში ფასი, ან და ასევე სპარსული თამაში ბითური. ბითური არ ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ვეძახით დღეს ბითურს. ანუ მიმდობ გულუბრყვილო და ცოტა სულელ კაცს. იმას ადრე ბითუმი ერქვა, აი ესეთ კაცს და თამაშს კიდევ ბითური. ასეთი თამაშები იყო ძალიან ბევრი და ადამიანები ძალიან ბევრი, რომლებიც ამას თამაშობდნენ და ერთობოდნენ. საერთოდ შუა საუკუნეების ეპოქა და ვიდრე ტელევიზორამდე ეს თამაშების ეპოქა ყველგან და ყოველთვის. ეხლა რუსეთის დროს შემოვარდნილი ლოტო და ბილიარდი და ასე შემდეგ კიდე სხვა არის, მაგრამ ძველი თამაშები ძალიან ხიბლიანი და საინტერესოა. თამაშის ტემპი, ცხოვრების რიტმი, ეს ყველაფერი არის იმ დროიდან და კარგად დიდხანს გამოყვა ქართულობას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იყო ძალიან ღრმად ქრისტიანული ქვეყანა და მართლმადიდებლური ყოფა ძალიან გაჯერებული იყო, ეს კი ყველანაირ მღერას და მორინებას თქვა დიდ პატივს არ მიაგებდა და პირიქით ცოდვათა თვლიდა და საქართველოში მაინც ყოველთვის თამაშობდნენ, იმიტომ რომ ცხოვრება მიდის და თამაში გრძელდება. რა თქმა უნდა, ბერები და მღვდლები არ თამაშობდნენ, არ იმღეროდნენ ამ ნაირგვარ თამაშებს. მოგახსენეთ, ეს რაღაცა უცნაური კულტურა იყო მოსული იქედან, სადაც ბერები და მღვდლები არ არიან. მაგრამ ამის მიუხედავად იყო რაღაც შემთხვევები, როცა ისინი გადაეყრებოდნენ ხოლმე ამ თამაშს და ეს ძალიან სახალისოდ თავდებოდა და ჭკუის სასწავლებლადაც. აი მაგალითად კალმასობაში არის ესეთი ეპიზოდი. იონა ხელაშვილი ამ წიგნის მთავარი გმირი, ქვათახეველი იპოდიაკვანი მთელ ქართლში დადის და მთელ საქართველოში დადის საკალმასოდ, ანუ მონასტრისთვის შესაწირავის, ღვინის და ხორბლის შესაგროვებლად. ამ მოგზაურობის დროს ის ამდენჯერმე მოხვდება თბილისში და ერთხელაც დილით ის მივა სიონში, სადაც წირვა მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ხალხია ისე რომ ტაძარში არ ეტევა და ბევრი მილოცველი გარეთაც დგას, მაგრამ სიონის გალავანთან იონა ხელაშვილი შეამჩნევს ასეთ უცნაურ და მისთვის გამაღიზიანებელ სურათს. იქვე კედელთან ჩაცუცქულა კეთილშობილი თავადი დიმიტრი თუმანიშვილი, ხელში უჭირავს ევროპული ბანკო და გარშემო შემოჯდომია სამი ყომარბაზი. ძალიან კოლორიტული ადამიანები ეთყობა იმ დროის თბილისის. ერთი ჯღერიაშვილი, მეორე სულეიმანა მკერვალი და მესამე დავითა ფეიქარი. ესენი ყომარბაზები არიან. ყომარბაზობას დღეს ჩვენ კამათლის თამაშს ვეძახით, ხო, უფრო. მაშინ ყომარბაზობა უფრო 4 კოჭით თამაში იყო. აი ამ 4 კოჭის გაგორება და რომელიც ალჩუზე დაჯდებოდა, მოგებულიც ის იყო და ყომარბაზებმა არ იციან ამ ევროპული ბანკოს თამაში და როგორც ჩანს, ეს დიმიტრი თუმანიშვილი მაგათ ანათლებს. იონა ხელაშვილს როგორც ბერს აღაშფოთებს ეს სურათი, არ აქვს ცხენია, წირვა მაინც დამთავრდეს, რომ ეკლესიის კედელთან ჩაცუცქულ ხარ და ხალხს ბანკოთი აბრმავებო, ეუბნება. არა, მე რჯულს ვასწავლია. ყოველად ურცხვად პასუხობს დიმიტრი თუმანიშვილი. ჯულს როგორ ასწავლი, მაგ ცოდვიანი ქაღალდითო უყურს ბერს და აქედან იწყება ყველაზე კარგი და სახალისო ახსნა. თუმანიშვილი ხელში შეათამაშებს ბანკოს და უწყებს ახსნას ბერს, როგორ ასწავლის ის ჯულის კანონს ამით აი ამ სამ ყომარბაზს. აიღებს ქაღალდს და აჩვენებს. აი, აქ ერთიანი წერია ვარა, თუს აჩვენებს, ანუ გიგოს. ანუ მეუბნები რომ ღმერთი ერთია და ამით ვამახსოვრებ. ეს ორიანიაო. მეუბნებიან, რომ ეს ღმერთის ორბუნებოვნებაა, ღვთიური და ადამიანური. აი ეს სამიანიაო, სამებაო, ეს ოთხიანიაო, ოთხი სახარებო და ასე მთელ ქაღალდის შეკვრას ის გახვდება და ადის ნახატებამდე. ისე რომ ვალეც რომ მიადგება, ეუბნება, რომ ამითაო ჩვენი ჯარის დალოცვას ვასწავლიო. ქალზე ანუ ბიბიზე რომ მიადგო, ეს ჩვენი დედოფალიო და ბოლოში კიდე მეფე მოდის. აი ამ სახალისო ახსნის შემდეგ დიმიტრი თუმანიშვილი ბერს გაიტყვევს თავისი სამორინე ოთახისაკენ, სადაც დაუპირებს მას, რომ კარგად გაფრთხვნას და გაფრთხნის კიდეც. ესენი საოთხივანი დაუჯდებიან საბრალო იონა ხელაშვილს და ეთამაშებიან ბანკოს, რომელიც მან არ იცის და გზა და გზა სწავლობს. ეთამაშებიან და ბოლო-ბოლო ერთ ოქროს მოუგებენ, ანუ გაწმინდავენ კარგად.
მაგრამ მოგეხსენებათ ეს თბილისია და საქართველო და დიმიტრი თუმანიშვილის კეთილშობილი კაცია. მან იცის რომ პირიქით რაღაც უნდა აჩუქოს ბერს და კი არ უნდა წაართოს. ამიტომ ეტყვის რომ ერთიო საანაფორე ჯვალო მააქო და იმას გაჩუქებო. სულეიმან მკერვალიც იქ არის და ეტყვის მე შეგიკერავო. დათუნე პეგარი კიდე ეტყვის მე საახალხო მაგ და იმას გაჩუქებო. ამასობაში ჭყერიაშვილი გაიქცევა და ამ მოგებული ფულით მოიტანს სადილსა და ღვინოს. ამას კარგად აჭმევენ და დაალევინებენ ბერს, რომელიც ბოლოს იტყვის, რომ ერთი ოქრო ეს ყველაფერი ისედაც დამიჯდებოდაო. აი მე იწყება კიდევ უფრო საინტერესო ახსნა, იმიტომ რომ თუმანიშვილი, რომელიც ნამდვილი სპეციალისტი ამ ბანკოსი უხსნის მას, როგორ უნდა გადაიქცეს ბანკო კალენდრად, როგორ უნდა გადაიქცეს მზის სისტემის აღწერა და 1000 სხვა სასარგებლო ნივთად. ანუ მთელი სიღრმე და მაგიურობა აი ამ ქაღალდის შეკვრისა უცბად გადაიშლება ამ ბერის წინაშე. ეს არის ძალიან ესეთი თავისებური და საინტერესო მომენტი და მეტად ხალისით და კარგად დანახული. უბრალო ხომარბაზობა კიდე ცალკე სხვა რაღაცა იყო. მე ვთქვი რომ ეს არის კოჭებით თამაში, თუმცა დღეს ყომარს ამის ფეხბურთსაც ეძახიან ხოლმე გარკვეულ ფენებში. ანუ ყველანაირ თამაშს საერთოდ რაც რა თქმა უნდა სწორი არ არის. ყომარბაზები თბილისში იკრიბებოდნენ უფრო დაბლა ქალაქში უკვე მეფის რუსეთის დროს. ეს სასაფლაოებზე თამაში და კუგია და გავაგოროთ ყომარი და ასეთი რამები. ეს კომუნისტური დროის არის, როცა უკვე აიკრძალა თამაშები და ლეგალური იყო მხოლოდ ჭადრაკი, რომელიც ჩაითვალა სპორტად და ჭადრაკი კიდე ცალკე თამაშია და ამაზე ხო ლაპარაკი არც არის. დანარჩენი ყველაფერი წავიდა იატაკ ქვეშ და ასევე ფულზე თამაშის. თუმცა მანამდე თამაში წესი იყო და საზოგადოების ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილი. როცა რუსეთი მოვიდა კავკასიაში, მან 1000 რამესთან ერთად მოიტანა უამრავი ევროპული თამაში და თამაშების გაფართოებული კულტურა. ანუ საქართველოში თქვათ გამოჩნდა ისეთი თამაში, როგორც არის თქვათ ბილიარდი, სპორტი. ასე ვთქვათ, ძველი სამორინეების ადგილი და ბაზრის მოედნებზე ჩაცოცხლული ყომარბაზების ადგილი დაიკავეს კლუბებმა. სხვანაირად რო ვთქვათ, ბურდოჩნი კლუბებმა, სადაც ადამიანები მიდიოდნენ და ფულზე თამაშობდნენ. ეს იყო დღევანდელი კაზინოს მსგავსი დაწესებულება, სადაც პარტნიორები ხვდებოდნენ ერთმანეთს, ან უბრალოდ ხვდებოდნენ ბანკირს, ანუ თამაშის წამყვანს, რომელიც დაქირავებული იყო კლუბის მეთაურების მიერ. ბურდოჩნი კლუბები, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი თბილისში, ისე როგორც სხვა ათას გასართობი დაწესებულება და მოთამაშეც ძალიან ბევრი იყო. არსებობს ისტორია, როგორც წააგო ერთმა ექილმა ყველაფერი. ჰქონდა ორსართულიანი სახლი და ბოლოს ამ სახლზე ითამაშა. ერთ კერძო მოგონებაშია დარჩენის ამბავი, როგორ მოვიდნენ მოგებულები და როგორ დაშალეს მთლიანად ზედა სართული და წაიღეს დააწყვეს ამ ურმებზე და წაიღეს. რახან თამაში ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო იმ ეპოქაში. თამაშს თითქმის ყველა მისდევდა, ვინც კი ოდნავ აზარტული იყო. სულ რომ აზარტული არ ყოფილიყავი და ფულზე არ გეთამაშა, თამაში სახლშიც კი ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და შეიძლება ითქვას მთავარი გასართობი იყო. მაგალითად ქალებისთვის ლოტო, რომელსაც კაცებიც კარგად მისდევდნენ ხოლმე. ეს გამოდებული იყო მოსახლეობის თითქმის ყველა ფენას და ჩვენი ცნობილი მოღვაწეებიც და უკვდავი ქართველებიც ძალიან ხშირად ამის ყოველდღიურად მისდევდნენ თამაშს. არა მხოლოდ გასართობად, არამედ იმისთვის, რომ რაღაცა ეშველათ ხოლმე თავისი ჯიბისთვის. ამათ შორის, რა თქმა უნდა, ილია და აკაკიც.